მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო ერთგულო მაყურებლებო და ერთგულო მსმენელო და ესე იგი ჩვენი საგანი არის გადასახადები და დაბეჭდვა და თემა არის საქართველოს საგადასახადო სისტემა. აქ არის მოცემული კითხვები და ამ კითხვების პასუხების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავეუფლოთ ამ თემას და მის შინაარსს, რა თქმა უნდა. პირველი კითხვა არის შემდეგი. რომ ჩვენ გვჭირდება დავახასიათოთ საქართველოს კანონმდებლობა დაბეჭდვის სფეროში. ესე იგი, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არის წესების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს ვინ, როგორ და რა რაოდენობის გადასახადი უნდა გადაიხადოს. მისი მთავარი საფუძველია საგადასახადო კოდექსი. მთავარი პრინციპი: გადასახადები არის სავალდებულო და უპირობო, ასევე აკრძალულია ვინმესთვის ჩუმად ან ინდივიდუალურად შეღავათის მიცემა. კანონი ყველასთვის ერთია. და მაგალითად, წარმოვიდგინეთ, რომ ქვეყანა არის ერთი დიდი ოჯახი და კანონმდებლობა არის ოჯახის წესდება, ანუ წესები რა. სადაც წერია, რომ ყველა წევრმა თავისი შემოსავლის ნაწილი უნდა დადოს საერთო ყუთში, ყულაბაში, კოჭში. რათა ყველას ჰქონდეს გზა, განათლება და დაცვა. ეგ არის საგადასახადო კოდექსი. მეორე კითხვა: განმარტეთ ტერმინი საგადასახადო სისტემა და აღწერეთ საქართველოს საგადასახადო სისტემის სტრუქტურა. ესე იგი, საგადასახადო სისტემა არის მექანიზმი, რომელიც აერთიანებს გადასახადების სახეებს, მათი აკრეფის წესებს და იმ ორგანოებს, მაგალითად შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ ყველაფერს აკონტროლებს. საქართველოში გვაქვს ორი დონის გადასახადები. საერთო სახელმწიფოებრივი, რომელიც თავის თავში 5 სახად, ესენი არის საშემოსავლო, მოგების, დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი. ეს გადასახადები ერთნაირია მთელ საქართველოში და ადგილობრივი ერთი სახის გადასახადი, ანუ ქონების გადასახადი. მას აწესებს კონკრეტული მუნიციპალიტეტი, მაგალითად თბილისის ან ბათუმის მერია. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადი ჰგავს საერთო კომუნალურებს, რომელსაც ყველა იხდის, ხოლო ადგილობრივი თქვენი სადარბაზოს გადასახადს, რომელსაც მხოლოდ თქვენი კორპუსის ბინას მესაკუთრეები ადგენენ. შემდეგი კითხვა: დაახასიათეთ გადასახადის გადამხდელის ძირითადი უფლებები და მოვალეობები საქართველოში. როგორც გადამხდელს თქვენ გაქვთ როგორც ფარი უფლებები, ისე პასუხისმგებლობა, ანუ მოვალეობები. უფლებებში შედის, რომ შეგვიძლია გავიცნოთ ჩვენზე არსებულ ინფორმაციას, ვისარგებლოთ შეღავათებით და რაც მთავარია, არ შევასრულოთ საგადასახადო უკანონო მოთხოვნა. ასევე გვაქვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების უფლება. მოვალეობები არის შემდეგი, რომ უნდა დავრეგისტრირებთ დროულად წარუადგინოთ დეკლარაციები და შევინახოთ საბუთები 3 წლის განმავლობაში. მაგალითად, თუ ჩვენ ვიყიდით ხელნაკეთ ნივთებს, ჩვენი მოვალეობა დავრეგისტრირდეთ მცირე ბიზნესად, ხოლო ჩვენი უფლებაა მოვითხოვოთ 1%-იანი შეღავათის დაბეჭდვა, თუ ამას კანონი გვპირდება. ანუ თუ ჩვენ ვყიდით, უბრალოდ ხელნაკეთ ნივთებს, ჩვენი მოვალეობა დავრეგისტრირდეთ მცირე ბიზნესად, ხოლო ჩვენი უფლებაა მოვითხოვოთ 1%-იანი შეღავათიანი დაბეჭდვა, თუ ამას კანონი გვპირდება, ჩვენთან გვპირდება. საგადასახადო ორგანოების უფლებები და მოვალეობები. ეს არის თამაშის წესების დამცველი მხარე. შემდეგი კითხვა იყო, რომ დაახასიათეთ ორგანოების ძირითადი უფლებები და მოვალეობები საქართველოში. ანუ წინა იყო გადამხდელების უფლებები და მოვალეობები და ეს არის საგადასახადო ორგანოების ძირითადი უფლებები და მოვალეობები. საგადასახადო ორგანოების უფლებები და მოვალეობები ეს არის თამაშის წესების დამცველი მხარე. უფლებები, ანუ მათ შეუძლიათ ჩაატარონ შემოწმება, მოგთხოვონ საბუთები და სამართლიანი ნებართვით დალუქონ კიდეც დოკუმენტაცია, მაგრამ თუ ეს რაღაცეები ხდება პოლიტიკური ნებით, მაშინ შეიძლება უსამართლოას დალუქონ, იმიტომ რომ ამის უფლებაც აქვთ. მოვალეობებში მათში შედის, რომ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან თქვენი საიდუმლოება, მაგალითად არ გაავრცელონ ინფორმაცია თქვენი შემოსავლების შესახებ, მოგაწოდონ ინფორმაცია კანონის ცვლილებებზე და დოკუმენტები გადმოგცენ წერილობით ან ელექტრონულად.
აი ამის მაგალითია, მაგალითად საგადასახადო ინსპექტორი ჰგავს საფეხბურთო მსაჯს. მას აქვს უფლება ყვითელი ბარათი, ან ჯარიმა მოგცეთ წესების დარღვევისთვის, მაგრამ თავადაც ვალდებულია მკაცრად მიყვეს წესების წიგნს და იყოს მიუკერძოებელი. კი ბატონო, ეს კარგ დაალაგებულ ქვეყნებში ნამდვილად ესე ხდება. ჩვენთან მე ვერ ვიტყოდი რომ ეს ხდება, მაგრამ ხო არ ვიცი. არ ვიცი. მოდი ამან რამე კიდე მაგალითები მოვზებნოთ. აი მაგალითად საგადასახადო კანონმდებლობა, ანუ წესების სამართლიანობა არის, მაგის მაგალითი არის შემდეგი, რომ ანუ კანონმდებლობა ადგენს, რომ გადასახადი არის უსასყიდლო და არაექვივალენტური, ანუ ნიშნავს, რომ ანუ ყველასთვის გადასახადია რა. და ყველასთვის ერთია. ანუ მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ხდით 100 ლარს საშემოსავლო გადასახადს და თქვენ არ შეგიძლიათ მიხვიდეთ სახელმწიფოსთან და მოსთხოვოთ, რადგან 100 ლარი გადავიხადე, ზუსტად ამ 100 ლარის ასფალტი დამიგეთ ჩემს ქუჩაზე. გადასახადი არ არის ყიდვა-გაყიდვა. ეს არის თქვენი წვლილი საერთო კეთილდღეობაში, რომელსაც სახელმწიფო მერე თავად ანაწილებს საჭიროებისამებრ. ეს ხდება ესე. მაგრამ ეს კარგია თუ ცუდი, ეს თქვენთვის მომინდია მეგობრებო. მეორე, საგადასახადო სისტემის სტრუქტურა, ანუ ადგილობრივი versus საერთო. მაგალითად, თქვათ, რომ თქვენ გაქვთ პატარა კაფე თბილისში და ყიდით ყავას. დღეგეს, ანუ საერთო გადასახადს იხდით ყოველ გაყიდულ ჭიქაზე და ეს წესი ერთნაირია თბილისშიც და ყაზბეგშიც, მაგრამ ქონების გადასახადი, რომელიც არის ადგილობრივი გადასახადი, თქვენს კაფეზე შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რას გადაწყვეტ თბილისის საკრებულო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მაგრამ ეხლა ნახეთ მე მეგობრებო, რას გეტყვით, რომ როდესაც თქვენ დღეგეს იხდით, მაგალითად გაყიდულ ყოველ ჭიქაზე, თქვენ ჭიქა რომელიც იყიდეთ, რომელიც მერე დაას თქვენი კაფის სახელი და სტიკერით, მაგალითად დაახადეთ თუ დააწერეთ. და მერე ყავა რომელსაც თქვენ აკეთეთ, ეს ყველაფერი ხო ნაყიდია, რადგან ნაყიდი ამ ყველაფერს თქვენ უკვე დღე გადახდილი გაქვთ. და როდესაც მოვა თვის ბოლო, ან მე მგონი წლის ბოლო, ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ამ გადახდილი დღეგეს დაბრუნება. ჩეკების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენი საქონელი შეძენილი გაქვთ რა. გამოკვითო ქვია მე თუ სწორად მახსოვს. გადასახადის გადამხდელის უფლებები. ზედმეტობის დაბრუნება. აი მე მგონი ეს არის. თქვენ გაქვთ უფლება დაიბრუნოთ ზედმეტად გადახდილი თანხა. აი მაგალითად, შეცდომით 500 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში 5000 ლარი გადარიცხეთ. თქვენი უფლება მოითხოვოთ ამ სხვაობის 4500 ლარის უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება მომავალი თვის გადასახადების დასაფარად. სახელმწიფო ვალდებულია ეს მოთხოვნა დაგემყოფილოთ. რა ვიცი. ეს არ არის მე რასაც ვამბობდი, მაგრამ ესეც შეგვიძლია თურმე. და შემდეგი მაგალითი არის გადამხდელის მოვალეობები, ან დოკუმენტის შენახვა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა რომ საბუთები შევინახოთ 3 წლის განმავლობაში. მაგალითად, თუ ჩვენ დღეს ვიყიდეთ მასალები ჩვენი ბიზნესისთვის, ეს ჩეკები და ინვოისები არ უნდა გადავყაროთ მინიმუმ 3 წელი. თუ საგადასახადო ორგანო 2 წლის შემდეგ მოვა შესამოწმებლად და ჩვენი საბუთები არ გვექნება, ჩვენ ეს საბუთები არ გვექნება, მათ აქვთ უფლება დაგვაჯარიმონ, ან თავად დაიანგარიშონ გადასახადი თავისი მეთოდებით. და რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ცუდი იქნება რა, არ იქნება კარგი ნამდვილად. არ ჯარიმა და არც ის რომ თავიანთვის მომგებიან დაიანგარიშებენ, ის ჩვენს სამგებიან. საგადასახადო ორგანოების უფლებები. ლუქვა და შემოწმება. საგადასახადო ორგანოს აქვს უფლება სამართლიანობის ნებართვით განახორციელოს ქმედებები, თუ ეჭვი აქვს დაღუპვაზე. აი მაგალითად, თუ ინსპექტორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მაღაზიაში საქონელი აღრეცოს გარეშე იყიდება, მას შეუძლია სათანადო ნებართვით დაულუყოს საწყობი ან დოკუმენტები, რათა ინფორმაცია არ დაიკარგოს შემოწმების დასრულებამდე. თუმცა, თუ სასამართლო ნებართვას არ მისცემს, ისინი ვალდებული არიან ლუქის სასწრაფოდ მოხსნან. იბატონო. ხო, აი მანამდე ასეც ვამბობდი რა, ეს საგადასახადო ორგანოების უფლებები, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს
როგორც აი ყველა როგორც მოსამართლე არის მნიშვნელოვანი რომ იყოს დამოუკიდებელი, როგორც რა ვიცი პოლიცია არის მნიშვნელოვანი რომ იყოს დამოუკიდებელი, რაც ყველაფერი როგორც მნიშვნელოვანი რომ იყოს დამოუკიდებელი, ასეთივე და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რომ იყოს საგადასახადო ორგანოების დამოუკიდებლობა რა. იქიდან გამომდინარე თუ საგადასახადო სისტემა და ორგანოები ზოგადად არის მიკერძოებული, ეს საჩენს ბევრ შავ ბუღალტერიას, რაც მის არიდებას, ანუ გადასახადის გადახდის არიდებას გულისხმობს და შესაბამისად ვიღაცები იქნებიან, ვინც გადაიხდიან გადასახადს და მათ ტვირთად დააწევათ გაცილებით ბევრად მძიმე საგადასახადო ტვირთი, ვიდრე იმ შემთხვევაში თუ ყველა ბიზნესი პატიოსნად გადაიხდიდა რა. ანუ იქიდან გამომდინარე თუ აი მაგალითად ბიუჯეტს ჭირდება პირობითად რაღაცა 1000 ლარი და ვართ 1000 ბიზნესი, 1000 რაღაცა ერთნაირი ბიზნესი ვართ, ერთი და იგივე მოცულობის მოგება გვაქვს დაახლოებით ასე შემდეგ. მოკლედ რა, აი ეგეთი რაღაცა სურრეალისტური სამყარო წარმოვიდგინოთ და ქვეყანა იმართება 1000 ლარით, ჩვენ რო ვართ 1000 ბიზნესი, ჩვენ თუ გადავხდით თითო ბიზნესი ლარს, ჩვენთვის ძალიან მარტივი იქნება, ხო, ლარს ვიხდით და ქვეყანას აგერ მეტი ტვირთი არ აქვს. მაგრამ თუ მაგალითად 999 ბიზნესი დამალავს თავის გადასახადს, რომ უნდა გადაიხადოს და არ გადაიხდის, გამოდის რომ მე მიწევს 1000 ლარის გადახდა, რაც გაცილებით, ანუ 1000 ჯერ უფრო დიდი არის, ვიდრე მანამდე პატიოსანი ბიზნესების პირობებში ვიხდით, ხო? ანუ შესაბამისად, როგორც სახელმწიფო არის ვალდებული, რომ იყოს კეთილსინდისიერი, მიუკერძოებელი, პატიოსანი, რა ვიცი, როგორც უნდა იქცეოდეს, ისე იქცეოდეს, ასევე იგივე მიემართება ბიზნესს. მაგრამ როგორც საქართველოში არ არის და არ ყოფილა არასდროს მიუკერძოებელი არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ასევე არასდროს არ ყოფილა მაინც და მაინც ბოლომდე პატიოსანი არც ერთი ბიზნესი. და ყოველთვის რაღაცნაირად ცდილობენ არც კარგი, არც ერთი ბიზნესს ვერ ვიტყოდი, მაგრამ ბიზნესების უმეტესობა. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ამას მექცეს ყურადღება. ეს არის ჩემი პირადი სანდრო ქავთარაძის აზრი. მადლობა მეგობრებო.